შეთანხმებით PR-ისთვის ნაცემი ბაჩიაშვილი. იძინა ივანიშვილის ბიტკოინების თაღლითურად მიმთვისებლის გარიგება ციხეში. გამოძიების დასრულებამდე პროპაგანდამ ყველაფერი გადაწყვიტა და ახლა მტკიცებით ფორმაში გვაწვდის, თუ როგორ დაგეგმა ივანიშვილის პირადმა პატიმარმა გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი თავის ცემა გლდანის ციხეში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოგლიზესთან ერთად, რომელიც სუსმა უკვე დააკავა. რა მიზნით გაურიგდა გიორგი ბაჩიაშვილი სუსის მიერ დაკავებულ პენიტენციური უწყების მაღალჩინოსანს? პროპაგანდამ ზუსტად იცის, რომ ბაჩიაშვილი პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსანს გაურიგდა. ერთადერთი კითხვაა თუ რისთვის და სამთავრობო მედიას ამაზეც აქვს პასუხი. ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია მედია სივრცეში ხმაური სასატეხა და სტრასბურგის სასამართლოში იმის დასამტკიცებლად თუ როგორ სცემს დევნის და ებრძვის სახელმწიფო გიორგი ბაჩიაშვილი. მოკლედ საკუთარ გამოგონილ მსჯელობაში ყველაფერზე აქვს პასუხი. რაზეც პასუხი არ არის, ის პროპაგანდაში არც ჩანს. ასე მაგალითად არ ჩანს გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. დავით გოგობერიშვილი საკუთარ ავტოფარეხში მკვდარი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყებები ჯერჯერობით მეც არაფერს ამბობენ. პროპაგანდა კი ამ ამბის გაშუქებისას მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა, რომ ავტოფარეხი, სადაც გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს, შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მოგვიანებით ეს ვერსია საკუთარი ექსპერტის პოსტით გაამყარეს. ავტოფარეხი, სადაც მან თავი მოიკლა, ჩაკეტილი იყო შიგნიდან, მისივე გასაღებით, რაც მკვლელობის ვერსიას 100%-ით გამორიცხავს. როგორც ჩანს, ამ ქმედებით მან თავად არ დატოვა სივრცე სპეკულაციისთვის, იცოდა რა, რის მკადრებელი იყვნენ ტრაგედიაზე დაგეშილი ადამიანები. რაც მთავარია, სამწუხარო რეალობაა, რომ მისთვის ეს სუიციდის მესამე თუ მეოთხე მცდელობა იყო. თუ პროპაგანდას დავუჯერებთ, ჩნდება კითხვა, როგორ მუშაობდა მსგავსი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მქონე ადამიანი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ამაზე პროპაგანდა და მათი ექსპერტები არაფერს წერენ. და თუ გავყვებით მათ ნარატივს და დავიჯერებთ, რომ გოგობერიშვილმა თავი მოიკლა, მაინც რჩება კითხვა, რამ ან ვინ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე. ბუნებრივია ნებისმიერი ფაქტი, რომელსაც აქვს ერთი შეხედვით თვითმკვლელობის ელფერი, იწვევს გარკვეულ კითხვებს და სწორედ ამიტომაც ყოველთვის ამგვარი საქმე აღიძვრება ხოლმე ამგვარ ფაქტზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, იმიტომ რომ ხომ არ იყო თვითმკვლელობა ინსცენირებული, ან ხომ არ იყო ის ღონისძიებები განხორციელებული, რომლითაც ადამიანი შანტაჟის ან მუქარის ფონზე იძულებული გახდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. განსაკუთრებით უფრო ესეთი გრძნობიარეა ისეთი საქმეები, რომელშიც ფიგურირებს მაღალი თანამდებობის პირი, გარკვეულ საკითხებზე წვდომის მქონე პიროვნება, რომელსაც შეიძლება კრიმინალურ სამყაროსთან ქონოდა დაპირისპირება, ან პირიქით გარკვეული თქვა რაღაც შემხებლობა სამსახურებრივად. ამიტომ თავისთავად ცხადია ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ამბის კონტექსტიც. დავით გოგობერიშვილმა გლდანის მერვე დაწესებულების უფროსის თანამდებობა 2025 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტის შემდეგ დატოვა. მომხდარის შემდეგ ციხიდან გამოგზავნილ წერილში ბაჩიაშვილი წერდა, რომ ის ცემამდე ციხის უფროსს პირადად შეხვდა. 2025 წლის 8 ივლისს 21 საათსა და 00 წუთზე დამიბარა ნომერ მერვე დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგიბერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბ ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტის ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა. აინტერესებდა თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში, როცა ჩემი და ასევე ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული, ყველა უფლების დარღვევით და მიმეჩნია მიზან შეუწევნად, რაზედაც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე. გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში, რომ პირობები დააყენე, რომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, გიჟიც და ნაკლებად გიჟიც. ბაჩიაშვილი წერილის ბოლოს მისი ცემის ფაქტს სწორედ ამ საუბარს უკავშირებდა და გოგობერიშვილის მიერ მისთვის მიტანილ მესიჯს მუქარად აღიქვამდა. ამ ინციდენტიდან თითქმის თვენახევრის თავზე 21 აგვისტოს გაირკვა, რომ დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ამ ორი ადამიანიდან ერთი მკვდარია, მეორე კი დაკავებული. ორივე მათგანმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც მომხდარზე დისციპლინური წარმოება დაიწყო. პენიტენციური სამსახური მაშინ გავრცელებულ განცხადებაში წერდა. გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები. რა ხდება ამის შემდეგ გოგობერიშვილისა და ქემოკლიძის თავს არ ვიცით და ბევრნაირი ვერსია გავრცელდა. მაგალითად, ხომ არ სთხოვდნენ მათ საკუთარ თავზე აეღო
მივიღოთ ბაჩიაშვილის ცემის დაგეგმვა და განემტკიცებინათ ის ვერსია, რაც მოგვიანებით სუსმა განავითარა. ან საერთოდაც ხომ არ სთხოვდნენ გოგობერიშვილს ქემოკლეძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. კითხვები ამ მიმართულებით ბევრია და საკმაოდ ლეგიტიმურიც. რადგან დროში და თემატურად ეს ორი საკითხი ერთმანეთს ებმის, შეკითხვები ჩნდება. როგორც წესი ამას გამოძიება ძალიან ადვილად მოხფენს სინათლეს, მაგრამ ჩვენთან პრობლემას ის ქმნის, რომ თავად ბაჩიაშვილთან დაკავშირებული გამოძიებაც, ჩამოყვანაც, ზოგადად საქმის წარმოებაც იმდენად, ასე ვთქვათ, დახუნძლულია გარკვეული უხერხულობებით, ნაკლები გამჭვირვალეობით, იქაც კი სადაც გამჭვირვალე უნდა იყოს, მე მესმის, რომ სპეცსამსახურის ოპერაცია ვერ იქნება გამჭვირვალე, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი თბილისში, საერთოდ იმ საკანში ადამიანები როგორ აღმოჩნდნენ, როგორ ხდება ასე, რომ პატიმარი, რომელიც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ყურადღების ობიექტია, ეს ხომ არ არის რაღაც ისე წვრილმანხული გნობაზე დაკავებული ადამიანი, ხო? მის ჩამოსაყვანად სახელმწიფომ უმნიშვნელოვანესი რესურსი დახარჯა, ესე იგი, არაბული ქვეყნებიდან მის ჩამოსაყვანად. უცებ მის კამერაში ესე როცა ვიღაცას მოუნდება, კამერები ითიშება, ვიდეო გადაღება ითიშება, როცა ვიღაცას მოუნდება, სხვა ციხიდან პატიმრები გადმოდიან, ინსცენირება ხდება, შემდგომ ამის გაშუქება. თუ ასეთ ღონისძიებებს გეგმავს პატიმარი, რომელიც მათვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, მაშინ ძალიან რთულად ქონია საქმე არა მარტო პენიტენციურ სისტემაში, ზოგადად უსაფრთხოების თვალსაზრისით. და მაინც ყველაფრის მიუხედავად რა დაემართა დავით გოგობერიშვილს, ვინ ან რა მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე, თუ ნამდვილად თავი მოიკლა, თანაც მასთან ერთად გათავისუფლებული ადამიანის დაკავებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე. რა იცოდა მან ამ საქმის შესახებ, რა იცოდა ციხეში ბაჩიაშვილის საცემად ქსნის ციხიდან გადმოყვანილი პატიმრის შესახებ, რა იცოდა კამერების გათიშვისა თუ ჩანაწერების გაქრობის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობდა კაცი, რომელსაც ივანიშვილის პირად პატიმართან ოლიგარქის გზავნილები მიჰქონდა. ამ კითხვებზე პასუხი არ არის და ვერც იქნება. დავით გოგობერიშვილი მკვდარია, თუმცა სხვა დანარჩენზე პაპუაშვილს აქვს პასუხი. ეხლა ხედავთ, რომ ადამიანმა ინსცენირება გააკეთა მასზე ძალადობის. ეს აჩვენებს უბრალოდ ერთი, რომ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზე არის ადამიანი წამსვლელი. ამ პროპაგანდაში ქოც ერთი რამ გამორჩა. თუ ბაჩიაშვილმა ეს ყველაფერი მართლაც თავად დაგეგმა და განახორციელა, როგორ ახასიათებს ეს ფაქტი ოცნების ნაკებ პენიტენციურ სისტემას და საერთოდაც თუ ბაჩიაშვილის საკნიდან ჩანაწერები ივანიშვილის ბრძანების მიღმა გაქრა, ქოც მართლაც ვერ ქონია კარგად საქმე. მე შუამავლობ, რა ვიცი, ძალიან მეცილი. ოცნების ნარატივის გამტკიცებისთვის საქმეში კიდევ ერთი გმირის შემოყვანა გახდა საჭირო. ვინ იყო შუამავალი ქემოკლიძესა და ბაჩიაშვილს შორის? ქოცმა იფიქრა და მოიფიქრა. ჯერ პროპაგანდას გამოედებინა პოსტი, რომ თურმე ეს შუამავალი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი იყო. შემდეგ კი ჯანდიერი დაკითხვაზე დაიბარა. არჩევანი დიდი არ იყო. ორ ადვოკატს შორის ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. როგორც ჩანს, ჯანდიერი გადაწყდა. მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციებისა და ალბათ იმის გამოც, რომ საერთაშორისო სასამართლოებში ბაჩიაშვილის საქმის ძირითადი წარმმართველი ის არის. თუ მას გამოძიების დასრულებამდე მაგალითად ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავენ, ამით ბაჩიაშვილის საქმესაც შეაფერხებენ საერთაშორისო სასამართლოში. ეს არის წარმოუდგენელი სიგიჟე, აი უბრალოდ სიგიჟე, არც ჯერა რომ ეს ჩემთან დაკავშირებით არის. ამ ადამიანთან არასოდეს არავითარი შეხება მე არ მქონია და ის რომ ადვოკატის დაკითხვა ხდება კონკრეტულ კლიენტთან ურთიერთობის ფარგლებში, ეს რა ვიცი, საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ყოფილა მე მგონი. წარმოუდგენელია, მე ვარ სრულიად შოკირებული იმის გამო, რაც უბრალოდ მოწმე დაბარების გამო, იმიტომ რომ მოწმე არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სისხლის სამართლის საქმეზე რაღაც ინფორმაცია მიაწოდოს, ხო, გამოძიებას და მე რა ინფორმაცია შეიძლება მქონდეს. ისეთი შეკითხვა იყო, რომ აი ძალიან გამიკვირდა, რომ აი მინისტრის მოადგილე როდესაც იყავით პენიტენციური და მაშინ საჯილახსოვრების სამინისტრო ცალკე არსებობდა, მაშინ საერთოდ არ იყო. აი კი მინისტრის მოადგილე რო იყავით, კი ცალკე არსებობდა, მაგრამ პენიტენციურ საჯილახსოვრების სამინისტროსთან თუ ქონდათ რაიმე შეხება? აი რა გითხრათ, არანაირი. მე არ ვარ იმ სიტუაციაში, როდესაც რამის უნდა მეშინოდეს, იმიტომ რომ სინდისი მაქვს სუფთა.
აბსოლუტურად. და მე არ მქონია, გულახდილად ვამბობ, არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმეს ჩემთვის რაიმე ანუ კანონობა ეთხოვოს, ან ეს წარმომიდგენლად იმაში აბსოლუტურად არათავსებადია. ბაჩიაშვილის ადვოკატი მოწმის სახით დაბარებას ზეწოლას უწოდებს და საერთაშორისო სასამართლოში ბაჩიაშვილის საქმის მიმართულებით მის საქმიანობასაც უკავშირებს. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ არის ზეწოლა ჩემზე, როგორც ადვოკატზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა. ეს ერთი, მეორე აი მე ვერ წარმომიდგენია ეს რომ იყოს რაღაც ისეთი უწყება, აი ლაპარაკი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე წესით და რიგით, მათ ზუსტად იციან ის რომ მე არავითარი შეხება და შემხებლობა ამასთან რაც ბრიფინგზე ითქვა, არა მაქვს. ამიტომ ჩემთვის ძალიან რთული არის ახლა ამის უკან რა დგას და როგორ და რაღაც, თუმცა რაღაც მომენტში ისიც ერთ მომენტში თქვა პროკურორმა რომ აი რომ გავცილდაო ინფორმაციაო. მე მგონია, რომ ეს ბევრად უკავშირდება აი პროცედურების საერთაშორისო ნაწილს. და ეს იგრძნობოდა იმ პრესკონფერენციაში, ბრიფინგზე, რომელიც იყო გაჟღერებული. ის რაც ითქვა, რომ აი სტრასბურგთან დაკავშირებით შეიძლებოდა ეს ყოფილიყო გამოყენებული და რაღაცა, სავარაუდოდ ეს არის შიში რომლის გამოც აი ესეთი რაღაც თქვათ აი პიარული ნაბიჯი იყო დაგეგმილი. აბსურდის თეატრის სცენები ბაჩიაშვილის საქმეში ამით არ დაწყებულა. ალბათ არც დამთავრდება. თუ გადავხედავთ მისი საქმის მიმდინარეობას, ამას მარტივად მივხვდებით. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე ივანიშვილმა საქმე მაშინ აღძრა, როცა ბაჩიაშვილი საზღვრებს მიღმა ოლიგარქის სასამართლოებს წარმართავდა და მისთვის ფულის დაბრუნებას ცდილობდა. წლების წინ სესხი რომ მოგეცი და მაგ სესხით ბიტკოინები გამოიმუშავე, უკან დამიბრუნეო. საუბარია 9000-მდე ბიტკოინზე. შემდეგ ქვეყნიდან წასული ბაჩიაშვილი აბუდაბიდან მოიტაცეს, როგორც თავად ამბობს და ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოიყვანეს. საქმე აღძრეს მის მშობლებზე, მანამდე კი მათი ანგარიშები დააყადაღეს. ბაჩიაშვილს 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ახლა კი ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ციხეში საკუთარი თავისცემა დაგეგმა და ამაში მას პენიტენციური სამსახურის მაღალ ჩინოსნები დაეხმარნენ, რომელთაგან ერთი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მეორე კი დაკავებულია. აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, რაც თავის მხრივ პირველ რიგში გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა GK-სთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს. საქმის განვითარებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რომ არა გოგობერიშვილის საეჭვო ვითარებაში სიკვდილი სავარაუდოდ დღეს ისიც გისოსებს მიღმა იქნებოდა. იუსტიციის მინისტრმა შაბათის ფორმულას დაუდასტურა, რომ ციხის უფროსი გოგოლაშვილი სიკვდილამდე გენ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. რამდენიმე კვირის წინ იყო ჩვენთან გენ ინსპექციაში გამოკითხვას. ამ ყველაფრის პარალელურად კი საერთაშორისო მედია აქტიურად წერს ბაჩიაშვილის საქმეზე. ქოციკი ყველას შინაურს თუ გარეულს, ვინც ბაჩიაშვილის кейსზე რამის გამოაქვეყნებს, მოსყიდულს ეძახის და მის დისკრედიტაციას ცდილობს. ასე გახდა პროპაგანდის სამიზნე ნიუ-იორკ ტაიმსი და გარდიანი. ყველა მოსყიდულია, ყველა მერკანტილური მიზნებით მოქმედებს, ვინც ოლიგარქის კეთილდღეობას და ძალაუფლების შენარჩუნებას არ ემსახურება. და ამ ფონზე სულ უფრო ნაკლები რჩება ხალხი, ვის მოსყიდვასაც თავად ოლიგარქი ახერხებს.